ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლისთავი აღნიშნეს დღეს აჭარაში ცდილიდან ვეტერანები ბათუმში დიდების ობელისკთან შეიკრიბნენ. მოგვიანებით კი ფერიაში მდებარე ძმათა სასაფლაო ყვავილებით შეამკეს. ვეტერანებისთვის ოფიციალური მიღება და კონცერტი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიმართა. მათ ერთჯერადი ფულადი დახმარებები გადაეცათ. ბოლო მონაცემებით ბათუმში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 108 ვეტერანი და დაღუპულთა 22 ოჯახი ცხოვრობს. ფაშიზმზე გამარჯვება აღნიშნეს დღეს აჭარის რაიონებშიც. შეხვედრის დრო და ადგილი უცვლელია. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ყოველი წლის 9 მაისს ერთად აღნიშნავენ. ტრადიცია არც ამჯერად არ ღოლოდა, ვეტერანები დიდების ობელისკთან შეიკრიბნენ. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრებმა. 9 მაისი და ფაშიზმზე გამარჯვების დღე ვეტერანებს პირადად მიულოცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მოულოცო ყველას დღევანდელი დღეს 9 მაისი. Alla ხედავთ უკვე რამდენად ცოტა დაგვრჩა ეს ადამიანები, ომის მონაწილეები, ვეტერანები, ერთადერთი ის დაგვრჩენია, რომ ყველა მათ გვერდზე ვიყოთ და ყველანაირად მათ ხარში ამოვუდგეთ. მერია წელი წლის განმავლობაში ამუშავებს უამრავ პროგრამას, სადაც ვეტერანები ჩართული არიან. ეს იქნება უფასო მგზავრება, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სხვადასხვა მიმართულებები, სადაც ისინი თითქმის 100%-იან პაკეტს ღებულობენ და გარდა ამისა დაგეგმილი არის, რომ დამატებით ჩვენ მაისის თვეში კიდევ მოახდინოთ ყველა ვეტერანის ჯანმრთელობის გამოკვლევა. ეს დღე არის ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების დღე. დღე, როცა ევროპის ხალხები და ბევრი მსოფლიოს სხვა ხალხები გათავისუფლდნენ ფაშისტური მონობისაგან. ვეტერანებს მე მინდა მიულოცო დღევანდელი დღე, მათ თავიანთი სისხლით, თავიანთი სიცოცხლის რისკით გადაარჩინეს კაცობრიობა ამ ბოროტებისაგან. დიდების ობელისკის შემდეგ ვეტერანები ფერიაში იმყოფებოდნენ, სადაც ძმათა სასაფლაოზე ყვავილები მიიტანეს. ომის წლები და თანამებრძოლები ფერიის სასაფლაოზე მისულმა ვეტერანებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს. მუნჯაჭაში დასვა. ვიყავი მომღერალ არმიაში, კავკასიაში, შემდეგ უკრაინაში, შემდეგ დასავლეთ უკრაინაში, მე პოლონეთში, მე გერმანიაში. გერმანიაში გამოსახლეო. მიერება კარგად ყოფნა ჯანმრთელობა. ყველას ჯანმრთელი იყოს, ყველა ბედნიერი იყოს და ყველა კეთილი იყოს. შვიდობა. ომის მონაწილეებმა დღესვე ქალაქის მერისგან და რეგიონის მთავრობისგან საჩუქრად ფულადი ჯილდო მიიღეს. 600 ლარის ოდენობით თანხა მათ ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ შეხვედრაზე გადაეცათ. მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ქალაქის მერისგან გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ. ვეტერანების დასახმარებლად მერია ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში სპეციალურ პროგრამებს ახორციელებს. შეფატარდება აგერ როგორც ეკობენ სხვადასხვა რაიონებიდან და კარგი ახალგაზრდები გვეზრდება. მე ძალიან მაყოფილი ვარ მაგაზე. მე მიხარია ერთდროს მე ცეკვობდი ანსამბლში და მოსეკვებს უყურებ. მე ძალიან მიხარია და მომწონს. კარგად ცეკვებენ. საქართველოს ხელისუფლება, მათ შორის აჭარის მთავრობა, მათზე ზრუნავს, რა თქმა უნდა. ქალაქ ბათუმის მერია 100 ლარის ოდენობით, აჭარის მთავრობა 200 ლარის ოდენობით. და საქართველოს ცენტრალურ ბიუჯეტიდან იქნება შესაბამისად თანხა და ასე რომ წელს ვეტერანები სადღაც 500 ლარამდე მიიღებენ შესაბამის დახმარებას და ეს რა თქმა უნდა კარგია მათთვის. ამას გარდა ისინი სხვადასხვა მიზნობრივ სოციალურ პროგრამებში არიან ჩართული. მერიაში მოქმედებს შეღავათებით უზრუნველყოფის პროგრამა, კერძოდ ეს არის კომუნალური გადასახადისაგან განთავისუფლება, უფასო მგზავრობით უზრუნველყოფა ვეტერანების, აგრეთვე გვაქვს გაზიფიკაციის შემთხვევაში ერთჯერ ფულადი დახმარება კომპენსაციის სახით. იგეგმება უფასო სამედიცინო გამოკვლევები სამამულო ომის ვეტერანებისათვის. ფაშიზმზე გამარჯვება აღნიშნეს აჭარის რაიონებშიც. დაღუპულთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს ხელვაჩაურში. რაიონის მასშტაბით მეორე მსოფლიო ომში 700 ჯარისკაცი იბრძოდა და მათგან უკან მხოლოდ 310 დაბრუნდა. ფაშიზმზე გამარჯვების 66 წლის თავს 10 ვეტერანი შეხვდა. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით ომის ვეტერანები დახმარების სახით 100 ლარს, ხოლო დაღუპულთა ოჯახები 50 ლარს მიიღებენ. დიდი მნიშვნელობა, მათ ძალიან დიდი წუხარობაც გავწიეთ. იმიტომ რომ ძმები დაგვეღუპენ, ბევრი მეზობლები, ამხანაგები, ნათესავები დაგვეღუპენ და წუხდით, რა თქმა უნდა. ლება არ აგვაქვს რომ აი პატივი არ მივაგოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავის დროზე ძალიან დიდი გმირობა ჩაიდინეს და დადგნენ ქვეყნის სადარაჯოზე და ამ ადამიანების კვალზე არის აღდგილი შემდგომი თაობა. ეს არის დიდი პატრიოტიზმი ამ თაობის მიერ ჩადენილი და ჩვენ უფლება არ აგვაქვს რომ დავირიცხოთ.
მეორე მსოფლიო ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს ხულოშიც. მემორიალთან ვეტერანები ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა შეიკრიბნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ხულოს მუნიციპალიტეტიდან 753 მცხოვრები წავიდა და 360 დაბრუნდა. 9 მაისს გამარჯვების დღეს 3 მათგანმა აღნიშნა. ვეტერანებს საჩუქრად ფულადი ჯილდო გადაეცათ. მოვალეობას უსურებ ჯანმრთელობას და კარგად ყოფნას. თავარი ეს არის. და შვიდობას. თავარი შვიდობაა. მეორე მსოფლიო ომი, რომელიც თავისი მასშტაბით, ხანგრძლივობით ერთ-ერთი დიდი ომი იყო მთელი სოფლიოს ისტორიაში, წარმოჩინდა ქართველი ხალხი თავისი ღირსებით. ჩვენი ერის ვაჟკაცმა ნაწილმა თავისი სიცოცხლის ფასად არა მარტო თავისი ქვეყანა, ევროპის ბევრი ქვეყანა იქნა ფაშისტური მონობისაგან. ვეტერანებმა ფაშიზმის და გამარჯვების 66 წლისთავის აღნიშვნა საზეიმო მიღებით დაასრულეს. ამ დროისთვის ბათუმში მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 108 ვეტერანი ცხოვრობს.